ეს არის მე ვიტყოდი აი პატარა ერისათვის დამახასიათებელი, რომელსაც არ ეძლევა საშუალება რომ გამოიჩინოს ის ასე ვთქვათ, როგორც გერონტიკიკოძე მოწოდა ეროვნული ენერგია და ეს ეროვნული ენერგიის განსახიერება იყო გარკვეულწილად სტალინი. რომ აი რა შეგვიძლია. მე მაგალითად ახლა, როდესაც ლაპარაკია ხომ ევროპასთან დაკავშირებით, ხშირად ვამბობ, რომ ევროპის კავშირში საქართველოს შესვლა ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ეროვნული ენერგიის გამოჩენის თვალსაზრისით. აი ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელის ისტორიკოსს აქვს დაწერილი და აი აქ არის ტკივილი ქართული, რომ პატარა ქვეყნის მეფე იყო თორე ანუ საბერძნეთისო ყოფილიყო, აკალესან მაკედონიის გულისხმობს. ანუ სპარსეთისაო მაშინ ნახავდა მსოფლიო რა მაგრები მარტო რა. აი ეს გვინდა სულთისო ვიყო და ცდილობენ ამას, ასაკურე ხან სპარსეთში არიან ქართველები, ხალ ოსმალეთის იმპერიაში არიან, მე რუსეთში, აგერ საერთოდ რა ქვია სტალინამდე მიდის საქმე და აი ეს არის რაღაცა რომ გამოჩნდა რომ აი რა შეგვძლებია. თუნდაც ამ თვალსაზრისით აი ბოროტი თვალსაზრისით, ბევრი ქართველისათვის ვინც სტალინს არ თვლიდა რომ კარგი კაცი იყო და თვლიდა რომ ბოროტი იყო, მისთვისაც სტალინი იყო რაღაცა გარკვეულწილად სიმპათიის მომგვრელი სწორედ ამ თვალსაზრისით. მაგრამ გასაკვირველია ეს არის რაღაცა გარკვეული პატარა კომპლექსი. აი ეს ევროპის კავშირი ქართველს მისცემდა საშუალებას რომ გამოიჩინოს ეს რა შეუძლია, იმიტომ რომ ეს სივრცე ჭირდება. და ეს იქნებოდა პირველად საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხმლის ქნევითა და მუშტის მოღერებით კი არ უნდა იყო, არამედ შენი ჭკუით შეგეძლო განათლებითა და ასე შემდეგ რაღაცა დიდი მიღწევა. აი მოგცემდა საშუალებას ქართველებს, რომ გამოგვეჩინა ის, რაც ჩვენი სიპატარავის გამო აქ იმდენად ვერ ვიჩენთ. სტალინისტებმაც უკარგად გაიგონ. აი ეს ევროპის კავშირი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქართველების ნიჭი უფრო ფართე ასპარეზზე გამოვიდეს.